ახალი სედანები იშვიათობა გახდა, მათ შორის ბიზნეს კლასის სედანებიც. ისინი ბიზნესშიც გარკვეულწილად SUV-მა ან ვენებმა ჩაანაცვლა. მოკლედ, ვისაც ასეთი მანქანები გიყვართ და მოგენატრათ, წამომყევით. ამ ვიდეოში ახალი ბიზნეს სედანი უნდა გაგაცნოთ, რომელიც უკვე საქართველოშია. ეს გახლავთ Geely Preface. ახალი მოდელი, რომელიც უკვე Geely ცენტრით ეგეტაშია და ძალიან უნდა დაგვიმტკიცოს ის ყველაფერი, რაც ბროშურაში უწერია. ყველაზე მძლავრი და სწრაფი თავის სეგმენტში. ყველაზე ტევადი და ტექნოლოგიური თავის სეგმენტში. ყველაზე დიდიც, რა თქმა უნდა, ისევ თავის სეგმენტში. მოკლედ, ყველაზე თავის სეგმენტში. სულ ასეთი რაღაცები უწერია. მაინც რა სეგმენტია ეს? ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული D-კლასის სედანი. უფრო მარტივად და გასაგებად რომ თქვა, ეს არის Volkswagen Passat-ის, Toyota Camry-ის ან Honda Accord-ის კლასი. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ აი ამ თავის სეგმენტში ფასი ყველაზე კარგი აქვს. Geely ცენტრით ეგეტაში ამ ავტომობილის ფასი იწყება $22,500-დან და ადის $25,000-მდე. სულ ორი ვერსიაა, $22,500-იანი და $25,000-იანი. ჩვენ დღეს გადასაღებად და გასატესტად ტოპ ვერსია გვყავს. წავედით. მოდი ჯერ წინიდან შევხედოთ. რომ არა აი ეს ემბლემა, შეიძლება კაცი ვერც მიხვდეს, რომ ჩინური ბრენდის ავტომობილია. მაგრამ ამავდროულად Geely-ის მოდელებს, რომლებსაც ქართველი მოხმარებლები უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ, აქვთ ერთი განსაკუთრებული თვისება. მათი ვიზუალი, მათი წინამხრის ვიზუალი არის უკვე სახასიათო, საკმაოდ თვითყოფადი და დაკვირვებული თვალი აი ამ ემბლემის გარეშეც მიხვდება, რომ ეს არის საბოლოო ჯამში Geely. ჩინეთში ეს მოდელი 2020 წელს გამოვიდა, მაგრამ მას შემდეგ ორჯერ განახლდა. როგორც ხედავთ, საქართველოში სწორედ მეორე განახლების შემდეგ სრულიად ახალი ვერსიაა შემოსული. აქვე ვთქვათ, რომ Geely ცენტრით ეგეტაში Preface აქვს 4 წლიანი გარანტია. უფრო კონკრეტულად 4 წელი ან 150,000 კილომეტრი. თავისი ზომებით Geely Preface თავის სეგმენტში მართლაც ყველაზე დიდი სედანია. სიგრძე გახლავთ 4 მეტრი და 80 სანტიმეტრი. აქედან თვლების ბაზა არის 2 და 80. სიმაღლე 1.5 მეტრი, სიგანე 1.90 მეტრი. მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია ის, რომ გამოყენებული ფოლადის 73% არის მაღალი სიმტკიცის ფოლადი. მე რა თქმა უნდა არავის გისურვებთ მისი ფოლადის სიმტკიცის გამოცდას, მაგრამ ციფრი საუკეთესოა სეგმენტში. რაც შეეხება უკანა ნაწილს, ცხადია პირველ რიგში თვალში გვხვდება აი ეს მთლიანი განათება, რომელიც არის LED. ასევე თვალში გვხვდება ცხადია 4 მაყუთში გამოსაბოლქვი სისტემის და არც ერთი არ არის ფეიკი. 4-ვე არის ნამდვილი და თვალში მხვდება პარკინგ სენსორებიც. 1, 2, 3, 4. ჯამში 6 აქვს, 2 წინ, 4 უკან. და პარკინგ სენსორის მსგავსია აი ეს ღილაკიც, რომელიც საბარგულს ხდის. საბარგული არის დიდი, მართლა დიდია, ეს არის 500 ლიტრიანი საბარგული. ოღონდ მე აქ ვისურვებდი, რა თქმა უნდა, საკიდებს, სამაგრებს, რაც ნამდვილად უკეთესი იქნებოდა და ერთი რამ, რაც უნდა აღვნიშნო. თვითონ აი ეს ჩასადების სივრცე სასურველი არის, რომ ყოფილიყო უფრო დიდი. იმიტომ რომ აი აქ ახლა დიდ ყუთს ვერ ჩადებთ, მაგრამ არადა სინამდვილეში დაეტევა ეს ყუთი. მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამ ამბავს და კერძოდ ის, რომ აი ეს რომ უფრო დიდი გაეკეთებინათ, მაშინ დიზაინზე უნდა წასულიყვნენ კომპრომისებზე და ჩადების პრაქტიკულობას ისევ სილამაზე ამჯობინეს. ამ კლასის სედანში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ზივართ უკან. Geely გვეუბნება, რომ თავის სეგმენტში უკან ჯდომა არის ყველაზე კომფორტული, ანუ ამ D-კლასის სეგმენტის სედანისთვის. მე ხა მილიმეტრებში რა თქმა უნდა არ ვზომავ და არ შევადარებ სხვებს, მაგრამ ერთი შეხედვით ვფიქრობ, რომ პრინციპში მართლები არიან. სივრცე საკმაოდ დიდია, თავზემოთ მე ვარ 1.84 მეტრი, არ არის იმდენი, მაგრამ სახურავი დახრილია და პრინციპში მე პრობლემა არ მაქვს, რა ხა 2 მეტრიანი ადამიანი თავს მიადებს ალბათ ჭერს. სხვა მხრივ USB პორტი, USB-C პორტი, სავარძლების გათბობა უკან,
საკმაოდ კომფორტული სავარძლები, დაბლა ჯდომა და ეს შუაშიც არ არის არანაირი გვირაბი, თუ დაგჭირდა ფეხსაც გაშლი კარგად. მოკლედ, თავისი კლასისთვის, თავისი სეგმენტისთვის საკმაოდ ნორმალურად, კომფორტულად სიხარ უკან. ავხადოთ კაპოტი. ჰიდრავლიკური ამწეები, რა თქმა უნდა, კარგია. რა ხდება, რა გვაქვს აქ? ეს არის Drive E2.0 TD ძრავა. რატო აღნიშნე მისი ასეთი სახელწოდება? ეს აგრეგატი ჯილიმ Volvo-სთან ერთად შეიმუშავა და ის Warts-ის ტოპ-10-ში არის მოხვედრილი, მისი Volvo-სეული ვერსია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ძრავები არის უკვე საკმაოდ გამოცდილი და საკმაოდ საიმედო. რაც შეეხება ციფრებს, როგორც სახელმაც მივახვედრათ, არის 2.0 ტურბო, აქვს 228 ცხენის ძალა, რაც მართლა არ არის ცოტა და აჩქარების მონაცემი გვიწერია ოფიციალურად 6.9 წამი 0-დან 100 კმ/სთ-მდე, რაც ასევე შთამბეჭდავი დაპირებაა. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ის ჯილის ამ მოდელში აბსოლუტურად საკუთარი აქვს. ეს არის 7 სიჩქარიანი DCT ტრანსმისია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს არის ავტომატიკა, ოღონდ 7 საფეხურიანი 2 ქუროიანი ავტომატიზირებული კოლოფი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ავტომობილი დგას CMA პლატფორმაზე, რომელიც ჯილიმ ასევე Volvo-სთან ერთად შეიმუშავა. ახლა გადავინაცვლოთ სალონში, მიმოვიხილოთ მისი ინტერიერი, მერე დავიძრათ და აი იქ მოგიყვებით და იქ აგიხსნით, რამდენად კარგად მუშაობს მისი ძრავა, მისი კოლოფი და როგორ თანამშრომლობენ ისინი ერთმანეთში. წავედით. როგორც კი ჩავჯექი, ყველაზე დაბლა ჩავწიე სავარძელი და გამიჩნდა სურვილი, რომ აი ამაზე ქვემოთაც ჩადიოდეს. საკმაოდ დაბლა მაინც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ უფრო დაბლა შემეძლოს სავარძლის ჩაწევა. 6 პოზიციით რეგულირდება, ელექტრორეგულირება, ყველაფერი კარგია, სავარძელიც კარგია, მაგრამ უფრო დაბლა ვისურვებდი. საჭე რეგულირდება მექანიკურად და აი ამ დიაპაზონით, ყველაფერი ამ ხრივ არის კარგად. აი აქ თავის მისადებში აქვს დინამიკი, აუდიო სისტემა აქვს პრემიუმი მართლაც და კარგი აუდიო სისტემა და აქაც არის ერთ-ერთი დინამიკი და მაგალითად ტელეფონზე ზარის ხმა უკვე აქედან შემოგდით და აქედან ისმის მოხევის სიმციმას ხმაც და აი აქ აღმოვაჩინე რომ მოხევის სიმციმას ხმა იყო ზედმეტად მაღალი. აი ეს უკვე ჩაწეულია. ხო, აქ კამერაში რა თქმა უნდა ეს ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ ხმას დააკვირდით ამას მე ჩაუწიე. და ეს ხდება აქედან. კიდევ კარგი რომ მივაგენი მოხევის სიმციმას ხმის ჩამწევს. და ეხლავე გაჩვენებთ System Prompt Volume. აი ეს low-ზე დავაყენ. ეხლა ნახეთ შეადარეთ რა. ეს არის low-ზე. რამხელათი მაღალია. ეს არის medium-ი. ამ ხელა არ ვიცი ვის მოუნდება, მაგრამ კარგი, ვისაც ყურში ნაკლებად ესმის, ჰაიზე დააყენებს. იყო medium-ზე, არ მეკომფორტულა და გადავიყვანე low-ზე. ეს უკვე კარგია. თან მithumetes აქედან რო გესმის ხმა, მაინც ისეთია და low-ზე, როცა კარგი სმენა გაქვს და ნორმალური სმენა გაქვს, ჯობია low-ზე იყოს ნამდვილად. კარგი. გადავიდეთ სხვა საკითხებზე. ნუ, ზოგადად ისეა მოწყობილი სალონი, როგორც თანამედროვე ახალ გემოვნებას შეეფერება, დიდი ეკრანი შუაში, HD გრაფიკით, ასევე LCD გრაფიკით შუა ინსტრუმენტების აი ეს მძღოლის საჭის მიღმა პანელი, გრაფიკასთან არანაირი კითხვის ნიშნები. ესეთია ახალი გემოვნება, ვერტიკალური ეკრანი, რომელიც არის ძალიან სწრაფი, კარგად რეაგირებს და აქ არის კლიმატ კონტროლი, აქ არის მართვის რეჟიმების შეცვლა და აქ არის ხმის აწევა, ჩაწევა, ოღონდ ეს უფრო არის განკუთვნილი გვერდით მჯდომისთვის, იმიტომ რომ მძღოლი საჭიდან აუწევს და ჩაუწევს ხმას, რა თქმა უნდა. საჭედეთ არის გილაკები, ჰაპტიკური და შესაბამისად აქედან იმოქმედებს მძღოლი და აი აქედან იმოქმედებს გვერდით მჯდომი მგზავრი. თავარი მაშუქების სეტინგები გაქვს აქ და მაგალითად თუ გინდა ჩართვა, გამორთვა და რეგულირება, ეკრანიდან უნდა გააკეთო ეს ყველაფერი დაწყებული აი ჩვეულებრივი headlamp კონტროლიდან, ანუ off, on და გაქვს ავტოზე. მე ამ მეორე მხრივ ზოგადად ვფიქრობ რომ კარგი იქნებოდა რომ განათების ყველა ფუნქციის რეგულირება შეიძლება გილაკებით, თუნდაც აი აქ
დაეყენებინათ ეგ ამბავი, მაგრამ მეორე მხრივ რომ დაფიქრდე, ავტომატურია ეს ყველაფერი, ანუ ავტომატურად ირთვება განათება, ავტომატურად ითიშება, რეალურად მე რაც ვატარე ეს მანქანა 2 წლის განმავლობაში, აი აქ შესვლა და განათების ფუნქციებში რაღაცის შესვლა დამჭირდა ერთხელ, როცა შევედი ნისლში და უკვე სანისლე ფარები ჩავრთე აი აქედან. სხვა მხრივ ავტომატურია ყველაფერი და თავისით ირთვება, ითიშება, შეხვალ გვირაბში ჩაირთვება, დაღამდება, ჩაირთვება, გამოხვალ გამოირთვება, შორს-მაშულს აქედან რთავ რა თქმა უნდა. კარგი, გადავიტანოთ ყურადღება აი ამ ბერკეტებზე, ეს არის სალონში შემოდინებული ჰაერის მიმართულების მიმცემი ბერკეტები და თვითონ საჰაეროებს ვერ ხედავ. ანუ არ ჩანს, ისე არის დიზაინი გაკეთებული, რომ არ ჩანს, ხედავ მარტო აი ამ ბერკეტებს, რომელიც ყარია, კარგია, რომელსაც არეგულირებ ჰაერის მიმართულებას და თვითონ არ ჩანს და თავარი საინტერესო რაც არის ის რომ CN95 სალონის ჰაერის ფილტრი აქვს ამ მანქანას და სულ სხვანაირად ფილტრავს ინტერიერში შემოდინებულ ჰაერს და ეს უკვე ძალიან კაი მაჩვენებელია, ძალიან კაი შედეგია აი ამ სეგმენტში და ამ კლასში ეს პრემიუმ კლასის ავტომობილებს აქვთ ხოლმე ასეთი გაფილტრვა სალონში შემოდინებული ჰაერის. ეს ძალიან კაია და ძალიან მომეწონა. ესე იგი ჯილი გვეუბნება რომ ეს არის სეგმენტში ყველაზე სწრაფი და ყველაზე მძლავრი სედანი. 325 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი ჩვენიერია ამ კლასის სედანისთვის. 228 ცხენის ძალა, 2.0 ტურბო. მონაცემები კარგია. კითხვის ნიშნები ალბათ გაგიჩნდებათ გადაცემათა კოლოფთან, რახან აღვნიშნე რომ ეს არის ჯილის საკუთარი კოლოფი, მაგრამ ეს კოლოფი ბევრ ჯილის მოდელზე აყენია, თუმცა აქ არის ძალიან დახვეწილი. და რას გულისხმობ? გადართვებს მე გაჩვენებთ როგორ რთავს, მაგრამ თავიდან აი მაგალითად გაჩერებული ვარ, მაქვს დრაივში და არ აქვს დიდი პაუზები გადართვებში, როცა გადართავ რევერსში, ანუ უკუსლაში, როცა გადაიყვან. აი მაგალითად. გადავიყვანე, დავაჭირე, წავიდა. სულ ეს იყო რაღაცა წამის მეხუთედი. ისევ დრაივი, აბა კიდე უფრო სწრაფად, რევერსი დამჭირდა, გადავაგდე, აი ეს პაუზაა, სულ დამჭირდა დრაივი, გადავაგდე, დავაჭირე, აი ეს არის სულ. ძალიან მცირე პაუზაა. სხვა მოდელებში უფრო მეტი პაუზა იყო ძველ მოდელებში, მაგალითად ჯილი Cool Ray-ში, რომელსაც იცნობენ ქართველი მომხმარებლები და ამიტომ საუბრობ Cool Ray-ზე, თორემ ის სხვა კლასი არის, ის არის პატარა SUV. მანქანა ჩქარდება მშვენივრად, 7 წამია, 6.9 წამია აჩქარება და ძალიან კარგად ჩქარდება და აი ამას სულ გრძნობ, აი ამ სიმძლავრეს, არა მარტო ესე ციფრებშია, არამედ გრძნობ, რეალურად გრძნობ. როცა მანქანას აჩქარებ. მაგრამ არასდროს არ გაქვს ის ზედმეტობის შეგრძნება, რაც მაგალითად ქონდა Cool Ray-ზე. ეს არის ძალიან კარგი, რომ დაუხვეწიათ მართლაც. როგორ დადის ჯილი პრეფეისი? აქვს სვლის რამდენიმე რეჟიმი. აი აქ გვაქვს Drive Mode, გვაქვს Intelligent, ანუ შენ რო შეგიძლია მოაწყო, რასაც ალბათ იშვიათად გამოიყენებთ ამ მანქანაში. აქვს Eco, სადაც გაცილებით ცოტას დაწვავს და წვაზე მე გეტყვით კიდევ. აქვს კომფორტი და აქვს სპორტი. მე ეკოთი არ მივლია, მივხვდი რაც იქნებოდა და ამიტომ აღარ გადავწყვიტე ეკოთის სიარული, ვიცი რამდენს დააკლებდა საწვავის ხარჯს, მივხვდი მაგას მე თვითონ და თამამად შემიძლია გითხრათ რომ ყველაზე კარგი რეჟიმი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი დარწმუნებული ვარ თქვენ სულ ეყოლებათ ეს ავტომობილი იქნება კომფორტის რეჟიმი, იმიტომ რომ აი სწორედ კომფორტის რეჟიმში არის ის ოქროს შუალედი, რაზეც წეღანაც საუბრობდი, როცა მანქანა არ იქცევა რაღაცა აჟიტირებული თინეიჯერივით, არამედ უფრო არის ჩამოყალიბებული, სოლიდური, ზრდასრული თუ შეიძლება ესე ვთქვათ მანქანაზე და მაინც ჩქარდება ისე როგორც უნდა ჩქარდებოდეს, ისე როგორც მის სიმძლავრეს შეესაბამება და აი აღმართზე მივდივარ. აი დააკვირდით ხმის იზოლაციას. და არის საკმაოდ ისეთი ყველაზე ნორმალური და ყველაზე ჩამოყალიბებული, პირდაპირ ვიტყოდი. მაგრამ მაინც გადავიტანოთ სპორტის რეჟიმში. აი ეგრევე უფრო მეტი სიმძლავრე, უფრო მაღალი ბრუნები და მოხვევა. ხო, აი მოხვევა, ხედავთ? თქვენ რას ხედავთ? ანუ მე უგრძნობ, მაგრამ თუ გაატარებთ, თქვენ ციგრძნობთ, მოხვევა ხდება ძალიან ხისტი. რაც რა თქმა უნდა ეგრე უნდა იყოს სპორტის რეჟიმში. და არის საკმაოდ სტაბილური. ნახეთ, აი ზედმეტი არაფერი, მოსრიალების საშიშროება არ შეიგრძნობა, ძროხებთან შევანელოთ, იმიტომ რომ ძროხები არაადეკვატურები არიან.
ვერასდროს ვერ გათვლი წინასწარ რა მიმართულებით შეიძლება გამოიქცეს. აი, კარგი გზაა ახლა. 2-დან 0 ტურბო 130-ით მივდივარ და სტაბილურობის შეგრძნება მაქვს. არანაირი მოცურება, არანაირი წაღება და წამოღება. ეს არის ძალიან კარგი. სპორტულად და ციულით. და ის შეგრძნება გექნება, ხა მოხვევა უფრო მკაფიო ხდება მეთქი, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ხისტდება და ეგ იწვევს იმ შეგრძნებას, რომ უფრო სპორტის რეჟიმში დადიხარ და კარგად დადიხარ. არ მინდა ხა სპორტის რეჟიმზე ამდენ ლაპარაკი, იმიტომ რომ არ გამოიყენებთ თქვენ გამოიყენებთ, ყველანი დარწმუნებული ვარ 90% აი ამ მანქანის მარცვლას იქნება კომფორტის რეჟიმი და ეგრევე დარბილდა მოხვევა, სიზუსტე იგივეა მოხვევის, უბრალოდ დარბილდა საჭე და აი ამ რეჟიმში დადიხარ. გაცილებით ისე, როგორც რეალურად ამ კლასის სედანი თუნდა იარო, იმიტომ რომ ეს არ სპორტულია, ეკოსაც ალბათ ნაკლებად გამოიყენებთ და ბარემ გადავიდეთ საწვავის ხარჯზე, ქარხნულად უწერია 6.5 ლიტრის საშუალო საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე. როდესაც ავწიე 110-ზე და 115-ზე სიჩქარე, საწვავის ხარჯი ჩამოვიდა 5.5 litrზე. ეს იყო ძალიან კაი შეგრძნება. ოღონდ მე არ დავდიოდი 90-ით. აი 90-ით რომ მეულო, აი ძალიან ისეთი ეკონომიური ძღოლები რო არიან და ავტობანზეც რო არ უნდა თუნდაც 100-ით სიარული და უნდა აი 90-ით შეუვლიათ იარონ და მაქსიმალურად ცოტა დაწონ 90 ხო ის ოქროს ის არის რა ქვია, როცა ყველა ცოტა სწავს მანქანა. ჩამოვიდა 5 და 5-ზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ 90-ით რომ მეულო, აი ეს ძალიან ეკონომიურად. 5-დან 0-საც ჩამოცდებოდა საწვავის ხარჯი. 5-ზე ნაკლებს დაწვავდა, მაგრამ შეუულებრივია ეს 115 სიარულით წვავდა 5 და 5. ეხლა საბოლოო ჯამში საშუალო წვა თავისი აი ამ სპორტის რეჟიმით და ასე შემდეგ ქალაქით და ყველაფრით გამოვიდა 7.5. აი აქ წერია 7.5 ლიტრი 100 კილომეტრი. ეს არის მისი საშუალო წვა ყველანაირი სიარულის გათვალისწინებით. საკმაოდ ძლავრი სედანია, საკმაოდ კარგი აჩქარებით, საკმაოდ კარგი მართვადობით, ხო ეს ზოლიდან ზოლში გადასვლის ასისტენტი ჩამერთო. ამიშნა რომ ზოლს ტოვებო. ანუ არს რეალებს მანქანა. არს რეალებს. უსაფრთხოა. მოკლედ აი ეს როცა ვეუბნებიან იმ ბროშურაში, რომ თავის სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესო, მართლაც არის. ხო, აქვს ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით შორგზებზე სიარულისთვის და რაც შეეხება შენიშვნას, რაც მე დავაანონსო წეღანი. ყველაფერი არის რიგზე. ერთადერთი აი უფრო დაბლა მინდა რომ ვიჯდე და შესაბამისად მე უკვე საჭესაც უფრო დაბლა დავწევდი. აი ამის თქმა მინდა. როცა მე ავტომობილები მიყვარდებოდა 90-იან წლებში, მაშინ სედანების წილი ძალიან დიდი იყო. ამიტომ ლოგიკურია, რომ პირადად მე სედანების მიმართ სხვა დამოკიდებულება მაქვს. ყოველთვის მაინტერესებს და ყოველთვის გულშემატკივრო, მით უმეტეს როცა გამოდის ახალი სედანი და ჩამოდის საქართველოში. სედანი არის ის კლასი, რომელსაც ბოლო დროს ნაკლებად აფასებენ, იმიტომ რომ SUV კლასმა მოიცვა ყველაფერი, მაგრამ ბიზნეს კლასის სედანები მაინც არის ჯერ კიდევ პოპულარული. მით უმეტეს თუ კორპორატიული თვალით შევხედავთ, როგორც კორპორატიული სედანი, მართლაც კარგი ბიზნეს სედანი გამოდის. თავისი სეგმენტისთვის და თავისი ფასის გათვალისწინებით $22,500-დან იწყება ფასი, საკმაოდ კარგი არჩევანია. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არის საინტერესო. რაც შეეხება უფრო ფაქტობრივ და პრაგმატულ შეფასებას. ევროპული ბაზრის ვერსია, მისი ტექნიკის დიდი ნაწილი უკვე გამოცდილია წლების მანძილზე და შესაბამისად სანდოც მარტივი აგებულება აქვს, არაფერი განსაკუთრებული სირთულე, რაც ასევე ლოგიკურად მიუთითებს მის გამძლეობაზე. რაც ყველაზე მთავარია, აქვს ოფიციალური ქარხნული გარანტია ჯილი ცენტრი თეგეტაში, 4 წლიანი. დროებით.